მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ რა გეგმები აქვს მაღალ ძალებს თქვენს ურთიერთობაზე. ჯერ პირველ რიგში ვნახოთ ახლა თქვენი ენერგიები. აქ ჩვენ გვაქვს მოკლე გაშლარი, იცით თქვენ და უცბად გითხოთ, ხო? გრძელი გაშლები სხვა არხზე გვაქვს. აბა ვნახოთ ახლა ჩვენ ვინ მოვიდა დღეს ჩვენთან, გოგოს ენერგია ვნახოთ, ჯერ ბიჭის ენერგია, ეს ცოტა აქეთ დავდოთ. ვნახოთ ახლა რომ მივხვდეთ რომ თქვენი არის ეს ურთიერთობა და რა ხდება ახლა თქვენს შორის ესეც გავიქოთ და მე უკვე მაღალ ძალებს ვკითხოთ. ნუ რაღაცა გაბუტულები ხართ და მაგრამ ორივეს გინდათ აქ ბედნიერება, მაგრამ უკვე თითქოს გზაზე ელოდება, გოგო ელოდება. რა ვიცი, ცოტა წინააღმდეგობა კი გაქვთ, რაღაც ანარ გჯერათ, რა ვიცი, ნახოთ ახლა. так, პირველ რიგში გოგო მყავს, როგორ, თქვენ რაღაც იცით, როგორ გამარჯვებულად გესწრებს, კარგ ენერგიაში ხართ. უბრალოდ, როგორ არის, იცით, ახლა ვიგეთყოთ, ნახეთ. ფიქრობთ როგორ, რომ შეიძლება ფიქრობთ ზოგი რომ თქვა დაუშვოთ, დაკარგეთ ეს ურთიერთობა, ვისთვის უფრო ის იქნება. ანუ იმათთვის, რომ ვინც ცდილობს, რომ ეხლა გამოვიდეს ისეთი ენერგიიდან, როცა იყავით, აი როგორ, იცით, აი რაც ეხება სიყვარულს, თქვენ რა გაქვთ ეხლა, როგორი მომენტი გაქვთ, იცით? შეიძლება უკვე თქვით, რომ რა ვქნა, რა გავაკეთო ეხლა, თუ დაუშვათ ადამიანი არ არის გამოჩინე, თუ დაუშვათ ადამიანი არ არის, თქვათ, არაფერს არ აკეთებს, თქვენ ჩვენ ახლა ვნახოთ აქ რა ხდება. ხართ, მოლოდინის რეჟიმში, მაგრამ ფიქრობთ, რომ შეიძლება უკვე დავკარგე ეს ურთიერთობა და რაღა აზრი არის რა, რომ უკვე დაუშვათ ახლა, გამოდიხართ რა, მოდით ასე რომ ვთქვათ რა, აი მიიღეთ რა ეს სიტუაცია უკვე რომ რა ვქნა, რაც არის დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ აქ ახლა თქვენ გოგოებო რაღაც ეს ცოტა არ მომწონს, გული არ ჩაკეტოთ რა, იმიტომ რომ სიყვარულზე როგორ ზიხართ. კი, თქვენთვის ძვირფასი არის ეს ადამიანი, გაიგეთ, მაგრამ რაღაც გადადიხართ გულის ჩაკეტვაზე, არა. კეტავთ გულს ძალიან გთხოვთ, უბრალოდ როგორ არის, თქვენ თვითონ ახლა გაქვთ თითქოს რაღაცა, აი შეხედეთ, გინდათ ეს ურთიერთობა, გინდათ, მაგრამ ეხლა თითქოს ჩართეთ თქვენ, აი ინფორმაცია არა გაქვთ. აი ჩვენ ვნახოთ, ზუსტად აი ეს ინფორმაცია არა გაქვთ და გინდათ რომ გაიგოთ, თქვენ მართლა გინდათ გაიგოთ, აი მაღალ ძალებს ვაფშე რა გეგმა აქვს. მართლა ეგეთი რაღაცა გვექნება ურთიერთობა, არ გვექნება ურთიერთობა. შეიძლება თქვენი ინტუიცია კარნახობთ, რომ კი შეიძლება იყოს, მაგრამ აი თითქოს ფიქრებში გაქვთ როგორ იცით, აი მაინც აი დანაკარგის რამეს ესეთ ენერგია არის, რომ გრძნობთ, მაგრამ ცდილობთ რომ არ აჩვენოთ სხვებს, ცდილობთ გამოსვლას ამ მდგომარეობიდან, იცით? აი ეგეთი რაღაცა არის. აბა ვნახოთ პარტნიორი რა შვება პარტნიორს ახლა. აი ეს შეხედეთ. იგივე სიტუაცია გაქვთ, ნახეთ, პარტნიორს აქ უყვარხართ თქვენ, ეგრევე რა. იმიტომ რომ სიყვარულზე, მაგრამ აქ ნახეთ რა ხდება. თვითონ არის აი პაჟი ტასების როგორ არის, იცით, მაგას აქ რაღაცა აი ეს გრძნობა, სხვათა შორის სუფთა გრძნობა აქვს. უბრალოდ რას ფიქრობს თქვენზე, აი მომაჯადოვა ამ ქალმა და თან პლუს კიდე თქვენზე მაგას არ აქვს რაღაცა ინფორმაცია, რა ინფორმაცია არა გაქვს შენ სამომავლოდ, რას ფიქრობთ? აი მე აქ როგორი თემა იცით, ეს მალავს, ეს ზის და მალავს, რომ მაგას უნდა ურთიერთობის აღდგენა, მალავს იმას, რომ თქვენთან უნდა ბედნიერება, მალავს იმას, რომ თქვენთან მომაჯადოვა და ანუ თუ თქვენზე ეს ფიქრო, გოგო, თუ თქვენ ყურუმები ხართ, ეხლა ფიქრობს, მაგრამ იმიტომ რომ იცით რა არის, აქ არის ცხრიანი ცხრიანის თასების რას ნიშნავს, მე კარგად ვგრძნობ თავს ამ ურთიერთობაში. მე ვგრძნობ კარგად თავს. თქვენ უბრალოდ შეიძლება ეხლა აი რატო ხართ თქვენ ასეთ მდგომარეობაში, მოდით აბა ვნახო მე ეხლა
თქვენ შორის რა ხდება, მანძილი ხდება თქვენ შორის და აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? იმიტომ თითქოს თქვენ გაქვთ აი ეს შეგრძნება, თითქოს როგორი შეგრძნება, ესე იგი მე გამოვალ. აი როგორ არის ყველაფრის მიუხედავად, შეიძლება სხვებს უკეთებთ გულის თქვენ, იცით რა? იმიტომ რომ თითქოს ფიქრობთ, რომ ეს ძალიან, აქ მაღალი არკანებით, ან ისეთი არკანები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს სიტუაცია თქვენთვის და ეხლა თქვენთვის რა ხდება, რომ აი თქვენ უნდა გრძნობდეთ ინტუიცია, უნდა მუშაობდეთ ძალიან მაგრად, იმიტომ რომ იმასაც კარგი ინტუიცია აქვს სხვათა შორის თქვენ პარტნიორს, თქვენ ძალიან მაგარი ინტუიცია გაქვთ, რომ ანუ სადღაც იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ფიქრობ სადაც გულის სიღრმეში, რომ ეს ურთიერთობა დაკარგულია, მაგრამ მაინც ინტუიცია გეუბნებათ, რომ არა, აქ რაღაცა იქნება, იმიტომ რომ როგორი ენერგია თქვენ შორის, თითქოს ხართ, ეხლა მანძილი უნდა იყოს, მაგრამ აი რაღაცა ცდილობს ეს ღმერთო როგორ აგიხსნათ, აი ცდილობთ თვითონ ენერგია არის, რომელიც აი მე ვგრძნობ, რომ რაღაცა უნდა მოხდეს, რაღაცა ძრა უნდა გქონდეს, რა ასე რომ ვთქვა, ამ ყველაფერს, მაგრამ მანძილი გაქვს, შეიძლება რაღაცა ძალიან თქვათ, უცბად დაერღვა სიტუაცია რა, აქ ეს უნდა ყოფილიყო ყველა ვარიანტი. იცით როგორ არის? აქ შეიძლება ადამიანი გავიდა ურთიერთობიდან, ან რაღაცა გაწყენინად, ან რაღაც ისეთი, მაგრამ აქ ძლიერი მიჯაჭვლება არის, ღმერთო ჩემო. ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ თუ იყო გასული ურთიერთობიდან, იცოდეთ, რომ აქ ეს აუცილებლად ბედით არის ეს თემა, ამისთვის იყო ეგ ხო ბიჭისთვის თუ გოგოსთვის. ეს უნდა ყოფილიყავე თქვენ, ანახეთ, თუ დაუშვათ თქვენ შორის მოხდა რაღაცა გაუგებრობა თან უეცრად, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ თქვენ მოგეცათ შანსი, რომ ყოფილიყავით განცალკევებული იმისათვის, რომ გაგეგოთ ერთმანეთის ფასი. და აქ არის როგორ აქ მაჩვენებენ იმპერატორს რა, იმპერატორს ძალიან უნდა თქვენთან უკან დაბრუნება. აი რაც კიდათ ის მითხარით ახლა აქა. კი ბატონო, აქ არის იმპერატორისთვის იყო ეს ყველაფერი აბსოლუტურად მას უნდა გაევლო. იმიტომ რომ ეს ნახეთ როგორ არის, ეხლა რა ხდება, აქ თითქოს მაღალი ძალები ჩაერთნენ, თქვენი საგვარეულო ჩაერთო და სრულიად შეიძლება მოულოდნელად ადამიანი უნდა ვიღაცასთან დაბრუნდა. ვიღაცასთან უკვე დაბრუნდა, უკვე ან თუ არა და დაბრუნდება აი დღე-დღეზე რო იწყენ, აი TikTok-ზე ჩავწერე დღეს ვიდეოს, დღე-დღეზე და იქაც იგივე რაღაცა ინფორმაცია იყო და დაელოდეთ გოგოებო, თუ ელოდებით სიტყვაზე, ხო? კარგით, ეს სიგნიფიკაცია თუ თქვენია, მოდით ახლა ჩვენ ვკითხოთ ახლა მაშინ შანსი გიძლევათ რა, თითქოს საგვარეულო კიდე შანსს გაძლევთ. აქ რაღაცა ისეთი მონათესავე სულებზე ელაპარაკე, ჩვენ ახლა აქ ძალიან ღრმად არ ვარჩევთ, უბრალოდ ახლა ვნახავ მე, ანუ მაღალი ძალების აზრი თქვენს ურთიერთობაზე სამომავლოდ, თქვათ აი რას გეგმავენ, ეგენი ვაფშე როგორ ხედავენ თქვენს ურთიერთობას მაღალი ძალები. ნახეთ როგორ არის, აი კიდე ერთხელ გეუბნებით, უნდა ყოფილიყო ეგ სიტუაცია, უნდა ყოფილიყო ეს მანძილი, იმიტომ რომ აქ არის როგორ გეფიქრათ ამ სიყვარულზე, ნამდვილად, აი აქ უნდა როგორი მომენტი არის, ეხლა იცით რომ ანუ განახლება უნდა ყოფილიყო აქ, თქვენი განახლება, კი ბატონო, იმპერატრიცა, ანუ რა არის? კიდე აქ ვისი გაკვეთილი, ვისი იყო ეს გაკვეთილი? თქვენი მეფის. ესე იგი შეხედეთ, აი ახლა იყო როგორი სიტუაცია, აი თითქოს ბნელ ღამეში იჯდა თქვენი მეფე. აქ სიტუაცია იმისათვის იყო, აქ გაკვეთილები ჩატარდა ძალიან მაღალი დონის, რომ აი
ჩააჯინეს თქვენი თქვათ ეს პარტნიორი ისეთ მდგომარეობაში, რომ იმიტომ მოხდა უეცრად, ნახეთ ახლა უცბად გეტყვით, როცა კარმული ურთიერთობაში ხდება ეს მომენტი, რომ თქვათ, აი მიდის ყველაფერი კარგად და მე უცბად რაღაცა მომენტი მოხდა და შენ ხარ გაუგნებული რა, საიდან რა ვერ გავიგე, ყველაფერი კარგად იყო და რატო უცბად ეს ასე გაფუჭდა ურთიერთობა, ეს უკვე ეგრევე იცოდეთ, რომ ეს არის გაკვეთილზე გადადიხარ. თქვენ კარგად გრძნობთ თავს, ანუ როგორ არ ახართ ახელვებული, არ ნერვიულობთ, კი, აქ შეიძლება ადამიანი რო არ ჩდებოდა, ხო, ანუ არაფერი ინფორმაცია არ გქონდათ ადამიანზე, ან ვერ ხსნიდით რატომ არის ეს ყველაფერი, ინერვიულებით, რა თქმა უნდა, ადამიანი ხარ, ხო? მაგრამ აი აქ როგორი სიტუაცია არის, იცით? პრინციპში თქვენ რადგან ექვსიანში ხართ იმისი, რა ქვია, კვერცხების, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სუნთლად დავარდნილი, ასე ვთქვათ, არ ახარ და არ თავს არ ურეხებთ კედელს, ასე რომ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ეს გაკვეთილი იმის მიუხედავად, რომ თქვენს განცდაში ხართ, მაგისი იყო, აი ეგრევე მაჩვენეს, რომ აი ამ ისე რა ქვია, ხმალების მეფეს ენერგია გაიგეთ, მაგისი იყო, რისთვის იყო? იმისათვის, რომ მას გაეგო, რომ თქვენი ფასი გაეგო, რომ ეთყობა შეიძლება ადამიანი ეს როგორი მომენტი არის, იცი? როცა არ გაფასებს ადამიანი, მე აი თქვათ რაღაცას აძლევენ, არ აფასებს, მე ართმევენ ადამიანს და რომ გაიგოს თქვენი ნამდვილი ფასი, მიხვდით, თქვენი ნამდვილად, რომ ხართ აი ძვირფასი ადამიანი, რომ უთქვენობა როგორია ეს რო გაიგო. აი მიხვდით აი ეგეთი რაღაცა. კარგით, მოდით უცბად მითხარით სამომავლოდ. რა გეგმები გაქვთ თქვენ აქ მაღალი ძალებო? აი ამ წყვილზე რა გეგმები გაქვთ აი სამომავლოდ. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს თუ რა ხდება? რა ხდება? დიდი ტრანსფორმაცია განიცადა დიდი ტრანსფორმაცია. აქ გამოდის ადამიანი, გამოვიყვანთო ჩვენაურ რთული პერიოდიდან, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია გავლილი არის და უკვე ძალიან ესეთ ენერგიაში ჩააგდეს ადამიანი ძალიან რთულ ენერგიებში, მაგრამ გამოდის და ეხლა რა არის პერსპექტივა ამ ურთიერთობის? ეხლა ნახეთ კიდე მეუბნებიან რომ ეს ადამიანი კი მაგან გამოცდილება აიღო, ამ ადამიანს მიეცემა საშუალება, თქვენ წყვილს ესე იგი მიეცემა საშუალება იყოთ ერთად, თუ ამ ადამიანმა ეს ნამდვილად აიღო ეს გაკვეთილი, ნამდვილად მიხვდა, ნამდვილად და არა თქვათ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად კი თუ გაიგო. კი, აქ თქვენ მოდიხართ როგორ, იცით, პრინციპში მაგ და ყურუმი რა, თქვენს შორის სიხარული. ანუ ჩვენ ყველანაირად რაც შეგვეძლო გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამ ადამიანს გაეგო ყველანაირად, ანუ ამ ხალის ფასი. ყველაფერი ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ. თუ არ მოგვატყუა ადამიანმა და ნამდვილად აიღო, ხო, მაშინ ჩვენ ანუ ვუყურებ, ვუთვალთვალებ მის აქციელს და თუ მაგან ეს გაკვეთილი აიღო, გაგზას გავუხსნით ჩვენ მაგას თქვენი სიხარულისთვის, იმიტომ რომ ერთ ენერგიაში უნდა იყოთ მაგ და ყურუმი რა, ერთი ენერგია უნდა იყოს, კი ბატონო და აქ რა ხდება კიდე? კი ბატონო, აქ ადამიანმა მართლა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ გაიგო, ანუ თქვენს გარეშე რამდენად ცუდია, ეს დანაკარგი უნდა გაიგო ამ ადამიანს და მომავალი რა ელოდება ამ წყვილს, სამომავლოდ რა ელოდება ამ წყვილს. აქ ნახეთ რა ხდება, აქ მთავრდება სიტუაცია, როცა ნახეთ, გეტყვით ახლა რა ელოდება. თითქოს უნდა დასრულდეს თქვენ შორის, აი ნახეთ, ეშმაკის ენერგია როცა ერევა, აი რაღაცა შპილკეობა და რაღაცა თქვა ცუდი ქცევები, რაღაცა ეგეთი რამები და აქ უნდა დამთავრდეს, დასრულდეს, სიმშვიდე უნდა შემოვიდეს, სიმშვიდე კიდე. მომავალი თუ არის აქ ამ ურთიერთობას, კი გამოდიხარ თქვენ რთული მტკივნეული პერიოდიდან, ნამდვილად გამოგიყვანებენ თქვენ და სად მიდიან ესენი, სად მიდიან, განულება მიდის ურთიერთობის, ნამდვილად განულება არის, იმიტომ რომ აქ ადამიანი დიდი ხანი всё უკვე ესე რა ქვია, მარტო იჯდა, ქონდა მაგას ესე იგი რა ქვია, დრო ფიქრის,
პლუს კიდე აქ მონატრება არის ძალიან დიდი და თითქოს გაიგეს რომ მონათესავლის სულები არიან, ხო? კი ბატონო, კი. და ანუ აქ არის როგორი სიტუაცია, შეხედეთ რომ გოგომაც ეხლა უკვე ნახეთ როგორი რა არის ეხლა? მაჩვენეთ ეხლა მომავალი ამ ურთიერთობის ღმერთო. იცით როგორი სიტუაცია, გოგოებო, თქვენ გაგიკვირდებათ სხვათა შორის რამხელა სამუშაო ჩატარდა და შეიძლება თქვენ უკვე ფიქრობდით რომ მე უკვე უნდა დავასრულო და უნდა წავიდე, მაგრამ აქ სრულიად მოულოდნელად შემოდის აი ეს სიხარული, როცა თქვენ ეს თქვენ მივხვდებით რომ მაგი სანამ იჯდა და ფიქრობდა მივხვდა თქვენი ფასი, ხო მართალი ვარ? გადასრულდა. ხო, აი ეს შინაგანი მოიცე გადასრულდა ეს ვისთვის, ხო? და აქ დასრულდა, იმიტომ რომ იცით როგორ არის? თქვენი აქ გოგოს შინაგანი ბრძოლაც იყო, იცით ძალიან ისეთი რომ ანუ თითქოს აი ეს მომენტი რა, ეს თქვენი რო იყავით რაღაცა მეხუთ ენერგიაში თასების რა, ძალიან ძნელი სიტუაციაში რო იყავით თქვენ აი თქვენი შეიძლება ფიქრობდით უკვე რომ უნდა დავასრულო და უკვე რაღაც ისე იყავით. აი აქ თითქოს ეს ყველაფერი მთავრდება რა, ამას მოერევით. იმიტომ რომ სიმშვიდე მოდის, გაერთიანება მოდის. ანუ ეს ურთიერთობა სად მიდის კიდე მითხარით, სად მიდის? კი ბატონო, всё, სად მიდის და გამარჯვებისკენ მიდის, აქ მაღალი ძალები ირთვება, თვით სიყვარული ირთება. აქ არჩევანი გაკეთებული, აქ დაბრუნება არის და წინსვლა აქ ამ ურთიერთობას. კი, იმიტომ რომ ბედით ხარ თქვენ ერთმანეთთან, ამიტომ აქ თვით ბედი ირთვება, აქ ცვლილებები მიდის. აქ დასრულება არის რაღაცა თქვენი კარმული პერიოდის გაკვეთილის და ისე განახლებული შემოდის თქვენთან ურთიერთობა და სიყვარული, კი. და სხვათა შორის ძალიან ჯამრთელი ურთიერთობა იქნება, ისეთი როგორც შეიძლება თქვენ აი მოლოდინი და რაღაცები რაც იყო, ძალიან გაგეხარდებათ, ისეთი შედეგი იქნება, რომ აი ძალიან რო გაგეხარდებათ, თან ისეთი სტაბილურობა რომ თქვენ არც გიფიქრიათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იმ დონეზე აი იქ რო იჯდა, ნახეთ, იქ რო იჯდა, მაგ ადამიანმა გაიგო რომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ ურთიერთობაში ეს არის აუცილებელი, გოგოება, ძალიან მაგარი პროცესი იყო და ურთიერთობა განახლებული იქნება სულ სხვანაირი, სულ სხვა ძალით. აქ იმპერატორი ხდება თავის ადგილს, რომ მე თუ მინდა ბედნიერება, მე თუ მინდა რომ იყოს ყველაფერი, მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა. მე არ უნდა ვიყო ეს პატარა ბავშვივით, პატარა რაღაცა ბიჭივით და რომ მე როცა ასე ვიქცევი რაღაცნაირად ეს გოგო ბრაზდება რა და ამიტომ მე უნდა შემოვიტანო დიდი ბედნიერება ამ ურთიერთობაში იმისათვის რომ ჩემი ქალი ჩემ ქალსაც კონდეს სურვილი რომ იყოს ჩემთან და არ მინდა დაანგრევა ამ ურთიერთობის არანაირად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ამიტომ ამ არჩევანს ვაკეთებ და მოვალ უკვე დიდი სიყვარული, დიდი თქვათ ეხლა ქმედებებით მოვდივარ, იმიტომ რომ მოვერიე მე ჩემს თავში ეს რაღაც მომენტები, ეს აუცილებელი იყო ეს სიტუაცია მაგისტრის რა. აუცილებელი აქ ადამიანი ირჩევს თავის ბედნიერებას, ანუ თქვენთან ბედნიერ ურთიერთობას და დამოკიდებულებას და რასაც მე თქვენ გისურვებდით სიხარულს.